ყურადღების ცენტრში არის ვაშინგტონი, სადაც ტრამპთან მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. შემდეგი ვიზიტი უკვე აქვს ბრიტანეთის პრემიერს კირ სტარმერს დაგეგმილი. Აქ თქვა, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მეტწილად აკისრებს ევროპას. ვაშინგტონში მიმდინარე ან შემდეგ კვირაში უკვე ელოდებიან ასევე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და მთავარი თემა არის ისიც, რომ ტრამპი უკრაინისგან დახმარების სანაცვლოდ იშვიათ მინერალებს ითხოვს. ამასობაში კი უკრაინას მინერალური რესურსების თაობაზე შეთანხმებას თავაზობს ევროკავშირიც. პუტინი კი ამბობს, რომ მას შეთავაზება აქვს ტრამპთან აქაც იშვიათ მეტალებზე თანამშრომლობას ეხება საქმე. რა პოზიცია აქვს ევროპას? ამის გასახმოვანებლად პარიზიდან ვაშინგტონში ჩაფრინდა ემანუელ მაკრონი. მაკრონის წინასწარი განწყობის თანახმად მას უნდა დაერწმუნებინა ტრამპი, რომ პირობები უფრო სამართლიანი უნდა იყოს კიევისთვის. ჟესტების ენას თუ დავაკვირდებით, დახვედრაც შემდეგ პრესკონფერენციის ბოლოს დამშვიდობებაც იყო გულთბილი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა იყო შედეგიანი. პრესკონფერენციის გზავნილებმა ფაქტობრივად აჩვენა მათ შორის უფრო დიდი დისტანცია. ფუტიში აქ კი ბატონო კადრს გაჩვენებთ ტრამპის და მაკრონის შეხვედრის. როგორ შეაფასეს დიალოგი პარიზში? ყრუთა დიალოგი, თუმცა მეგობრული. აი ასე წერს ერთ-ერთ ეპიზოდში ფრანგული Le Monde. სტატიის სათაურია ტრამპი მაკრონის შეხვედრა მოკავშირეებს შორის დისტანციის გაზრდას ასახავდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მას სჯერა გარდამტეხი მომენტის და იმის, რომ ეს ერთობლივი გზაა. ეს მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ექსპრეს მაგისტრალზე სიჩქარის შეზღუდვების და მგზავრების გათვალისწინების გარეშე მიდის. შეწუხებულები იმით, რომ ისინი არიან მხოლოდ მაყურებლები, საკუთარი ბედის ევროპელები მობილიზდნენ, რათა შეინარჩუნონ ერთიანობა, უკრაინის სუვერენიტეტი და ამერიკის უსაფრთხოების საბანი, ესეც Le Monde-ის სტატიიდანა. საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოექცა ერთი ეპიზოდი ოვალური კაბინეტიდან, რომელსაც უწოდეს კიდეც მაკრონის ფაქტ-ჩეკი ტრამპს. მაკრონმა ტრამპს საუბარი მაშინ შეაწყვეტინა, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ ევროპა უკრაინისგან თანხას უკან იღებს. არა, უთხრა ფრანგმა კოლეგამ ამერიკელს. ევროპა უკრაინას ფულს ესხად აძლევს და ისინი თავიანთ ფულს უკან იღებენ. In fact, to be frank, we paid 60% of the total defaults, and it was through, like the US, loans, guarantee, grants, and we provided real money. To be clear, we have 230 billion. ნახოთ რომ თქვა, ევროპაში გვაქვს 230 მილიარდი გაყინული რუსული აქტივი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საკუთრება, ამიტომ ისინი გაყინულია. თუ საბოლოოდ მოლაპარაკებების შედეგად რუსეთი მზად იქნება ამის გადმოსაცემად, შესანიშნავი იქნება. ეს საბოლოო ჯამში სესხად ჩაითვლება და რუსეთი გადაიხდის ამას. If you believe that, it's okay with me. Mr. President, they get their money back, we don't, and now we do. თქვა ახლა რა განცხადებები გააკეთეს ტრამპმა და მაკრონმა, დავიწყოთ მაკრონით. მან თქვა, რომ ევროპას სურს მშვიდობა სწრაფად, მაგრამ არ სურს სუსტი შეთანხმების გაფორმება. არიან ევროპელები, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ უზრუნველყო უსაფრთხოების გარანტიები, რომ საფრანგეთი მზადაა ჯარები გაგზავნოს უკრაინაში. პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა. მას მშვიდობა უნდა. გსურს მშვიდობა სწრაფად, მაგრამ არ გვინდა სუსტი შეთანხმების გაფორმება. არიან ევროპელები, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ უზრუნველყო უსაფრთხოების გარანტიები და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მოკავშირე, მზადაა ამ მიდგომის მიმართ სოლიდარული იყოს. ჩემი აზრით, ეს გარდამტეხი მომენტი და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ამ შეხვედრის დროს შევთანხმდით. მე ამას უკვე რამდენიმე კვირაა ვამბობ. თუ არ ვიძლევით გარანტიას ევროპის შიგნით უკრაინის უსაფრთხოებაზე, მაშინ როგორ შეგვიძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ უკრაინიდან სულ რაღაც 1500 კილომეტრში ვცხოვრობთ, ხოლო გერმანელები და პოლონელები კიდევ უფრო ახლოს. ამრიგად, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა უპასუხოთ ამ მოწოდებას, რათა ევროპელები უფრო ჩართული იყვნენ პროცესში. ამერიკელები კი ისევ ჩვენთან იქნებიან. ევროპელები მუშაობენ თავიანთი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის, რაც ჩემი აზრით ამ დისკუსიის გადამწყვეტი მომენტი იქნება. ახლა გეტყვით რა იყო ტრამპის მთავარი მესიჯები. მან თქვა, გაიმეორა, რომ ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. ტრამპის მიხედვით მაკრონი თანახმა მშვიდობის უზრუნველყოფის ღირებულება და ტვირთი ევროპის ქვეყნებმა აიღონ. მთავარი როლი შეასრულონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ევროპული ჯარები შესაძლოა უკრაინაში შევიდნენ, ეს ტრამპმაც გაიმეორა და მისი რწმენით პუტინი არ იქნება ამის წინააღმდეგი.
blood. რუსეთ-უკრაინის ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაიწყო და ხედავთ რა არეულობა, რა საშინელი, სისხლიანი არეულობა. ასევე მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი მაკრონი თანახმა მშვიდობის უზრუნველყოფის ღირებულება და ტვირთი ევროპის ქვეყნებმა აიღონ და მთავარი როლი შეასრულონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ეს არაა დიდი ნაბიჯი. დიდი ნაბიჯი იქნება ის, რაც მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. როგორც უკვე ვთქვით, ტრამპმა თქვა, რომ არ გამორიცხა, რომ ცეცხლით შეწყვეტის შემთხვევაში ევროპული ჯარები უკრაინაში შევლენ. როგორი იქნება ამაზე პუტინის პოზიცია? დააზუსტეს ჟურნალისტებმა და ტრამპი ირწმუნება, რომ მას ეს კითხვა ასე დაუსვა პუტინს და ის თანახმა. დიახ, ევროპული ჯარები შესაძლოა უკრაინაში შევიდნენ, როგორც სამშვიდობოები. ამრიგად, როდესაც შეთანხმება დასრულდება, მათ შეეძლებათ დააკვირდნენ, რამდენად სრულდება ეს შეთანხმება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ არ მსურს საფრანგეთის სახელით ვისაუბრო, მაგრამ ვიცი, რომ ლიდერებმა ეს შესაძლებლობა უკვე განიხილეს. ვფიქრობ, კარგი დღე იქნება, როდესაც ტერიტორიაზე სამშვიდობოები შევლენ. მინერალების ეფექტი. ზელენსკი ვაშინგტონს ორჯერ დაუბრუნა მინერალების შეთანხმება. ტრამპის ადმინისტრაცია ამის გამო მის მიმართ არ მალავს ცხენას. პარალელურად ვაშინგტონი მოსკოვს პირდაპირ ელაპარაკება. ჯერ არ ყოფილა ტრამპის და პუტინის პირდაპირი შეხვედრა, მაგრამ უახლოეს მომავალში შესაძლებელია ესეც ვნახოთ. ჯერჯერობით ტრამპი და პუტინი მსუბუქი ქათინაურებით ამკობენ ერთმანეთს. უფრო მეტიც, ამერიკის პრეზიდენტს კითხეს უწოდებდა თუ არა პუტინს დიქტატორს. როგორც ეს ზელენსკიზე თქვა გასულ კვირას, ტრამპმა ამაზე უარი განაცხადა და ამ სიტყვებს მარტივად არ ვიყენებ. ეს მისი ციტატაა. ვფიქრობ, ჩვენ ვაპირებთ ვნახოთ, როგორ გამოვა ყველაფერი. ტრამპმა უკრაინის ლიდერს დიქტატორი თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში უწოდა, სადაც ზელენსკი დაადანაშაულა, რომ ის არჩევნებს არ ატარებს. დონალდ ტრამპის ვერბალურმა თავდასხმებმა ზელენსკიზე ევროპელების გაუცება და რუსების სიხარული გამოიწვია. ახლა გეტყვით, როგორია პუტინის საჯარო პოზიცია. ცნობისთვის, როდესაც ზელენსკის და ტრამპის ურთიერთობას ამ ეტაპზე ვერ უწოდებ სახარბიელოს. ცნობისთვის, როდესაც მაკრონი ტრამპს ხვდებოდა, კიევში კი ევროპელი ლიდერები იმყოფებოდნენ. პუტინმა სასწრაფოდ ჩაატარა თათბირი მოსკოვში და ამის შემდეგ გამოჩნდა სამთავრობო ტელევიზიის ეთერში. გეტყვით, რამდენიმე პუნქტად რა თქვა ტრამპმა, მისი განცხადებების ცხადია მიემართებოდა ტრამპს. პუტინის მიხედვით ტრამპს ხელები თავისუფალი აქვს, ეს დიდი სახელმწიფოს ლიდერის პრივილეგიაა. მან თქვა, რომ ჯერ ტრამპთან არ განხილულა ომის არსებითი გადაწყვეტა. თქვა, რომ რუსეთი ტრამპს თავაზობს თანამშრომლობას იშვიათ მეტალებზე. თქვა, რომ ტრამპს სურსწრაფად მიაღწიოს მშვიდობა. ზელენსკი კი ამ გზაზე დგას. ზელენსკიმ ჩიხში შეიყვანა თავი, როდესაც აკრძალა რუსეთთან მოლაპარაკებები და პუტინის მიხედვით კიევის მეთაური ტოქსიკური ფიგურაა. მისი რეიტინგი ზალუჟნიზე დაბალია. ამ გვარს პუტინი თავად ახსენებს. რუსეთისა და ამერიკის კონტაქტებზე ევროპის რეაქცია მისთვის იყო ემოციური. პუტინი ამბობს, რომ ევროპა რუსეთს ვერაფერს მოსთხოვს. ევროპამ თავად თქვა უარი რუსეთთან მოლაპარაკებებზე. მოინდომებენ დაბრუნებას, კეთილი იყოს. რუსეთის და ამერიკის თავდაცვის ხარჯები შესაძლოა შემცირდეს პუტინის მიხედვით ერთად თუ მოხდება ეს და ის აქვე ახსენებს ჩინეთს. ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება შეერთებულ შტატებთან. შეერთებული შტატები შეამცირებს თავდაცვის ხარჯებს 50%-ით. ჩვენც 50%-ით, ხოლო ჩინეთი შემოგვიერთდება, თუ მათი სურვილი იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინადადება კარგია და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ. პუტინის თანახმად რუსეთს შეუძლია იშვიათ მიწათა მეტალების მოპოვების დარგში ამერიკელ და სხვა პარტნიორებს თანამშრომლობა შესთავაზოს, რადგან რუსეთი იშვიათი მეტალების მარაგებით ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. საბადოები აქვს კავკასიაში, მურმანსკში, ირკუტსკსა და იაკუტიაში. პუტინი ახსენებს მარაგს ჭალებში ახალ ისტორიულ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდნენ. აქ ის გულისხმობს უკრაინაში ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს ბევრად მეტი ასეთი რესურსი, ვიდრე უკრაინას. რუსეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა იშვიათი ლითონის მარაგების თვალსაზრისით. სხვათა შორის, რაც ეხება ახალ ტერიტორიებს, ჩვენ მზად ვართ მოვიზიდოთ უცხოელი პარტნიორები. იქაც არის გარკვეული რეზერვები, თუ კი ამერიკული ბაზარი გაიხსნება ჩვენი მწარმოებლებისთვის. ჩვენ მზად ვართ დაახლოებით 2 მილიონი ტონა ლითონი გავყიდოთ. ეს მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს ფასზე, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც შემაკავებელი ეფექტი ექნება ფასების სტაბილიზაციაზე.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში პუტინმა ამერიკულ კომპანიებს თანამშრომლობა და ინვესტირება შესთავაზა კრასნოიარსკის მხარეში ალუმინის მოპოვების სფეროშიც და თქვა, რომ საინვესტიციო პროექტის ღირებულება $15 მილიარდი. ჩვენ ჯერ არ ვიცით ამ შეთავაზებაზე ტრამპის პასუხი, ჯერ ისიც უცნობია, როგორი იქნება ტრამპის ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი უკრაინისადმი. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ზელენსკიმ მას ხელი ვაშინგტონში ვიზიტის დროს მოაწეროს. ეს ვიზიტი დაახლოებით 10 დღის ფარგლებში არის მოაზრებული. ამასთან ცნობილია, რომ უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა ევროკავშირმა. ამის შესახებ ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში სტეფან სეჟურნემ განაცხადა. მისივე თქმით, შეთანხმების წინადადება მან უკრაინელ ოფიციალურ პირებს კიევში გუშინ გააცნო, სადაც ევროკომისიას პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა. ევროპისთვის აუცილებელი 30 კრიტიკული ნედლეულიდან 21-ის მიწოდება უკრაინას შეუძლია. ეს შეთანხმება ორივე მხარის ინტერესებს მოემსახურება. ჩვენი შეთავაზების მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის ყოველთვის სამართლიანი და ურთიერთსარგებლიანია, ამბობს ევროკომისარი. დაახლოებით ორ კვირაში კონტურები გამოიკვეთება და ჩვენ გვეცოდინება ნიშნავს თუ არა ტრამპის რიტორიკა და თავდასხმები ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას. ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ის, რომ ომის დასრულების სურვილს აფიქსირებს კიევიც, მოსკოვიც, ვაშინგტონიც, ბრიუსელიც, მაგრამ პოლემიკის საგანია რა პირობით. ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, ამას კი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მინერალების შეთანხმების აქამდე არსებულ რედაქციაში ვერ ხედავს. ამბობს, რომ არ აძლევს ეს ხელშეკრულება მას ამ გარანტიებს.